თქვენ გუშინ იყავით შესული ციხეში, ნახეთ თქვენი დაცვის ქვეშ ყოფი, რას ამბობს, როგორია მისი მდგომარეობა? გამარჯობა. მოგესალმებით ყველას, მივესალმები ჩვენს მსმენელებს. მივესალმები ყველა იმ პირს, ვინც დაინტერესებული აღნიშნულ საქმეზე ინფორმაციის მიღებით. შეგვიძლია განმარტო ესეთი რაღაცა, რომ გუშინ მე შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გუდანის ინტენსიურ დაწესებულებაში, სადაც ის გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც სასამართლოში ჩაეშინა აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი. სასამართლომ გაიზიარა პოზიცია და დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოეყენებინა პატიმრობა და მას მიუსაჯა უბრალოდ გამოიყენა თავისი დისკრეციული უფლებამოსილება სასამართლომ, განიხილა თავის შეაფასა და გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა და გადაიყვანეს პატიმარი საჩელასლების დაწესებულებაში გუდანში. ანუ გითხარით ახლა ჩამქრალობის მდგომარეობა რო შეხვდით, რას გეუბნებათ? რო შევხვდი ბატონი დავითი, ამ წუთას ისევე იყენებს დუმილის უფლებას, განმარტებაზე და აღიარება და სხვა რაიმე დამატებით წარმოადგენაზე ჯერჯერობით უარს აცხადებს. ავიცი ამ ეტაპისთვის ეს რამდენად გაგრძელდება ბატონი დავითის მიერ. შემიძლია ერთი რაღაცა დავაზუსტო საზოგადოებისთვის, რომ ის ინტერესი, რომელიც გააჩნია ბატონ დავითს, არ ვიცი, ალბათ საბოლოო ჯამში თვითონვე ჩამოყალიბდება და მე უფრო დაზუსტებული სახით წარმოადგენს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ არადამაკმაყოფილებელია. იგი ქრონიკულად დაავადებულ პირს წარმოადგენს, რომელსაც სისტემატურად ესაჭიროება ექიმის მკურნალობა, როგორც სახლში, ასევე სტაციონარულ რეჟიმშიც. და იგი იმყოფებოდა ბოლოს 3 თვის მანძილზე ესე განსაკუთრებული სამედიცინო დაკვირვების ქვეშაც და შესაბამისად დღესდღეობით მისი მდგომარეობაც არ არის თლად დამაკმაყოფილებელი. რამდენიმე თვის წინ მოხდა მისი ფილტვიდან საკმაოდ როგორც ისე მნიშვნელოვანი რაოდენობის წყლის ამოღება. დღესდღეობითაც მას აქვს სუნთქვის და ჰაერის უკმარისობა, საუბრისას ქოშინებს, იღლება ხოლმე საკმაოდ ხშირად ისვენებს. უბრალოდ ერთადერთი შეიძლება ჩვენ შესაბამის კომპეტენტურ დაწესებულებას მიმართოთ მისი კლინიკაში გადაყვანის თხოვნით. ანუ შუამდგომლობას აპირებთ და დააყენოთ? კი ბატონო, ვაპირებ რომ გავესაუბრო მეტ პერსონალს და თუ მოგვეცემა მაგის საშუალება და წესით უნდა მოგვეცეს კიდევაც, იმიტომ რომ მართლა ახლა რამდენჯერად შევხვდი ამ ბოლო პერიოდის მანძილზე, საკმაოდ რთულად აქვს ეგ სიტუაცია იმას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ესე იგი, ასევე მინდა გითხოთ შვილის თემასთან დაკავშირებით, შეიძლება დეტალებში არ იყოს ჩახედული, მაგრამ რა ინფორმაციას ფლობთ? გავრცელებული ინფორმაციით ამ საქმეში ეგრეთ წოდებული გაყალბების საქმის ვიხმართ ჭალებში, მე ვერ დავამტკიცებ ვერაფერს, ჩართული ყავდა მისი შვილი და მისი შვილის მომზადებული დამუშავებულია ეს ფოტო. რისი თქმა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით? ცალსახად შემიძლია დავიდასტუროთ, არც ჩართული იყო და არც თანაშემწედან დამხმარე არ უმუშავია მიშვილს ამასთან ერთად. უბრალოდ ახლა შესაძლებელია რატომღაც გავრცელდა ეს ინფორმაცია, რომ შვილი მონაწილეობდა ან რაღაც კუთხით ამ საქმეში. ბრალდებას, სახელმწიფო ბრალდებას ჩემს კოლეგებს, რომ გაეზიარებინათ ეს პოზიცია, რომელიც დღეს მუსირებს საკმაოდ აქტიურად, მაშინ ავტომატურად მასაც უნდა წაყენებოდა ბრალი, ხო? თუ რა უშლიდა, ხო? ხელს. ხო, შულს რა თქმა უნდა, რა უშლიდა ხელს, როდესაც ერთ წაეყენა, მეორესაც წაყენებოდა. შესაბამისად ცხადია უკვე და ლოგიკური ენაგანი და ყველანაირი კავშირი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მისი რაიმე სახით ბრალეული მონაწილეობა ამ საქმეში არ იკვეთება. რაც შეეხება თვითონ ამერიკაში გამგზავრებას, აქ იყო ბატონი დავითი დაკავებამდე ზუსტად და მან თქვა, რომ ბილეთები აქვს აღებული და მიდის. და მიდის იმიტომ, რომ იქიდან დამატებითი მტკიცებულებები წამოიღოს. აი გამგზავრებასთან დაკავშირებით რა ინფორმაციას ფლობთ? გამგზავრებასთან დაკავშირებით განმარტავ იმას, რომ ბატონი დავითი რამდენიმე ჩემს ინტერვიუში ვაკ აფიქსირებული, რომ სისტემატურად გადიოდა, შემოდიოდა საზღვარგარეთ ხოლმე თავის კონსალტინგურ საქმიანობასთან დაკავშირებით. რაღაც მასალებს იკვლევს, აი ცნობილი რაც არის პოპულარული, აქტიური პრობლემები რაც არის, იმაზე მუშაობს თავისი რესურსების შესაბამისად. თუნდაც მისი ოფიციალური გაცხადება ის, რომ მე მივდივარ მივლინებაში, ხო, ახლა დიდი პატივისცემით მიუხედავად, მე ვერავის ვერ დავეთანხმები, რომ მიმალვის საფრთხე შეიძლება შეფასდეს რა. თუმცა არსებობს ესეთი აზრით და ახლა პიროვნებას აზრის ქონის უფლებას ვერ დაუშვი, მაგრამ ის რომ მაგით უნდა დამალულიყო, რომელიც
პირიქით მტკიცებულებების მოპოვებას აპირებდა, ამიტომ საკუთარ ხარჯებს ევს ცოტა გადამეტებულად მეჩვენება და შესაბამისად ახლა მისი კვლევის უშუალო ობიექტი ეს საქმე არ იყო, უბრალოდ როგორც თვითონ განაცხადა მეც ასე ტელევიზიიდან უბრალოდ რაღაცა ნაწილი მოხდა მის კვლევაში და იმ კვლევასთან დაკავშირებით გლობალური მასშტაბის რაც იყო მთლიანი მოცულობიდან შეიძლება რაღაც მცირე ნაწილი ალბათ ეთმობოდა დღევანდელ საქმესაც. რატომ იყენებს დუმილის უფლებას? როცა მეტყვის ბატონი დავითი მაღაზე მაშინ მოგახსენებთ. ან მიზეზი თქვენთვის არ განმემარტავს. უბრალოდ მეუბნება რომ ამ წუთას მირჩევნია გამოვიყენო დუმილის უფლება იმისათვის რომ მე ყველაფერი როგორც საჭირო ავწონო დავწონო შევაფასო და მე გამოვატავ საზოგადოებასაც და რა თქმა უნდა საბრალდებო ორგანოსაც. კითხვა მაქვს ესეთი გასაგებია რომ არსებული მტკიცებულებები გაიზიარა და მოსამართლემ და ახალგაზრდის ღონისძიებას შეეყარდა პატიმრობა. მომავალში უკვე თუ აქვს პროკურატურას გარკვეული საქმის მასალები თუ გაიცანით თუ გავჩემდებოდა და როგორ აპირებთ რომ დაიცვათ თქვენი დაწესებულება. შეგითხრა რომ დამეზუსტოთ ერთ წუთი. აკვენის ღონისძიება პატიმრობის შერჩევა ეს ცალკე სახეა. ეს გაიზიარა მოსამართლემ გავიგეთ. კი ბატონო. მოყვანილი არგუმენტებიდან გამომდინარე. მომავალში უკვე როცა უშუალოდ ბრალის დამტკიცებაზე იქნება საქმე. ამ მიმართულებით საქმის მასალები თუ არსებობს თუ გაიცანით თუ იცით უშუალოდ რა შედავება რა მტკიცებულებები აქვს და როგორ აპირებთ რა სტრატეგიით აპირებთ რომ დაიცვათ თქვენი დაწესებულება. ან უკეთ უარეს შემთხვევაში რა გასაგებია. ის რომ სასამართლომ გაიზიარა ბრალდების ხარის პოზიცია პირველი ინსტანციის სასამართლომ ეს არ წარმოადგენს საბოლოო გადაწყვეტილებას. მე გუშინვე გავასაჩვირი აღკვეთი 48 საათში მაქვს როგორც ცნობილია ყველასათვის აღკვეთის გასაჩვირების უფლება, გამოვიყენეს უფლება გავასაჩვირი. რა თქმა უნდა მე ვასაბუთებ იმას რომ ის პირი არ მიემალება გამოძიებას. პირი არ მოახდენს ზემოქმედებას მოწმეებზე რომლებიც უკვე გამოკითხულები არიან. და გამოკითხულმა პირმა უკვე რო ჩვენება შეცვალეს, ეგ უკვე ცალკე სისხლის სამართლის საქმე აღიძრება მაგასთან დაკავშირებით, ცალკე გამოძიება დაიწყება. არ ამგონია ვინმეს სჭირდებოდეს თავის მიმართ გამოძიების წარმოება, ეს მეორე. რაც მეტნაკლებად მტკიცებულებები იყო ამოსაღები, რამდენადაც ჩემთვის ცნობილი ამოღებულიც არის. ასე რომ მტკიცებულების განადგურების საფრთხე მინიმალურზე მინიმალური. ახლა თუ თავისთავად ცხადია, ბატონი დავითი ახლა ცოტა იუმორით რო შევხედო, შაჰიდის კამარს არ მოიხავ და ისი არ შევარდება პროკურატურის შენობაში, ხო? აქედან გამომდინარე ეს სასამართლოს ეს პოზიციაც ჩემთვის თლად მისაღები და რელევანტური და ზუსტად განმარტებადიც არ აღმოჩნდა. დამალვასთან დაკავშირებით მოგახსენეთ, იმიტომ რომ საზღვარზე ადამიანი ახლა ბოდიში ვხდი, მაგრამ ყველანი გადავსულვართ, ხო? მით უმეტეს სამევილნებო პროცედურების შემთხვევაში. გადავალთ, გადმოვალთ, წავალთ, წამოვალთ, ხო? ეს და მით უმეტეს რამდენიმე დღიანი ვიზიტზე იყო ლაპარაკი, არ იყო ახლა. მაგრამ ანუ რეზონანსული საქმის ერთ-ერთი მტკიცებულება ერთ-ერთი მტკიცებულების რომელიც მომავალში პროკურატურამ მისი აბსოლუტურობა ერჩქვევა და სწორედ ბატონი დავითის მიწოდებული არის და ეს არ არის უბრალოდ მივლინება. რითი აპირებთ რომ რა არგუმენტებით აპირებთ რომ თქვენი დაწესების ყოფის ესე ვთქვათ სიმართლე დაადასტურებთ. თვითონ თან ბოლო ინტერვიუში თქვა რომ ამერიკაში მიდიოდა იმისთვის რომ დამატებითი მტკიცებულება, ფოტომტკიცებულება ჩამოეტანა. თქვენ თუ ხართ ამის შესახებ? დღესდღეობით რამდენადაც ვიცი არ განმარტავს და ეგ ინფორმაცია ვიცი მეც ან მოვისმინე ტელევიზიით, ხო, ინტერნეტში ჩანაწერი ამოვიღე და მასე მოვუსმინე. კიდევ ერთხელ გეუბნებით, მიუხედავად საქმის რეზონანსულობისა, ბატონ დავითს რომ აზრად ქონოდა მიმალვა, პირველ რიგში ამას არ იტყოდა. ან ელემენტარულად ხო შეგვიძლია დაუშვათ, ისე ჯერ წავა ადამიანი და მერე იტყვის. რა დაუშვით ვინმე ამას, როცა მით უმეტეს ინფორმაციას არ ვქნოთ, არც ერთი პირი აქედან აქვს თომი, არც ოჯახის წევრები და არც არავინ. რომელ მიმალვის საფრთხეზეა საუბარი, როდესაც პიროვნება ყველაზე უარეს შემთხვევაში თქვათ, გამოიყენა წინ დაუხედაობა, რომ ესე თან თავის თავს რაღაცა გააფუჭებინა და თან თქვა, რომ აი მირბივა ვიმალები და მოდი დამიჭირეთ. ნუ ფიქრობ, რომ თლად ესეთი ზუსტი შესაბამისობა არ არის ამასთან დაკავშირებით. და უარეს შემთხვევაში რასაუბრები და უკეთეს შემთხვევაში რას? უარეს შემთხვევაში გამომდინარე ჯერჯერობით ის რომ მე მასალებს სრული მოცულობით არ ვისწრებ, თუმცა რაღაც დასკვნები არის ჩასატარებელი, რაღაც პროცედურები კიდე ტარდება. უარეს შემთხვევაში ის იქნება, რაც პროკურატურის მოთხოვნა არის 6 წლის თავისუფლების წაკვეთა, მაგრამ ეს არის ჩათვალეთ როგორ გითხრათ ახლა მიღმა მდგომარეობა რა, ახლა 6 წლით რაღაც არ ამგონია, მაგ კუთხით წავიდეს ეს საქმე და
ну ისე ჯერჯერობით უდანაშაული პრეზუმპციას გამოვიყენებ და მივიჩნევ რომ პირი არის უდანაშაული. სანამ ის მიმართ არ იქნება კანონიერ ძალაში შესული განმარტოებელი გადაწყვეტილება.